გამარჯობა. ამ ვიდეოში თქვენ ნახავთ თუ როგორ უნდა შემოხვიდეთ ერთადერთ პირველ ქართულ role-play სერვერზე Red Dead Redemption 2-ში, სახელად Royal 1899. სერვერზე შემოსასვლელად აუცილებელია გქონდეთ ოფიციალური Red Dead Redemption 2-ის თიმზე, Rockstar-ზე ან Epic Games-ზე. თუ უკვე გაქვთ თამაში ნაყიდი და story mode-ს თამაშობთ, მას ავტომატურად მოყვება online ვერსია. ხოლო თუ ახლა აპირებთ შეძენათ, შეგიძლიათ მხოლოდ online ვერსია შეიძინოთ, რომელიც ძირითად შემთხვევაში უფრო იაფადაა ხოლმე. თამაშის ყიდვის და გადმოწერის შემდეგ დაგჭირდებათ Redem Launcher-ი, რომლის გადმოწერასაც ოფიციალური საიტიდან უფასოდ შეძლებთ. საიტის ლინკი აღწერაშია. Royal 1899-ზე თამაშისათვის აუცილებლად უნდა გაწევრიანდეთ ჩვენს Discord სერვერზე. აქ მარტივი პირობა დაგხვდება თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს თქვენი პერსონაჟის სახელი და გვარი. ადმინისტრაციის დასტურის შემდეგ თქვენ აღმოჩნდებით Discord სერვერზე. მოგენიჭებათ ავტომატურად Citizen როლი და უკვე გექნებათ საშუალება, რომ ითამაშოთ სერვერზე. გახსენით Redem Launcher-ი, დააჭირეთ სეტინგების ნიშანს და player name-ში ჩაწერეთ თქვენი პერსონაჟის სახელი და გვარი. ამის შემდეგ დააწექით Place და საძიებო ველში ჩაწერეთ Royal 1899. არ დაგავიწყდეთ ფავორიტებში მოინიშნოთ, რათა არ დაგეკარგოთ სერვერი. დააჭირეთ Connect და თამაში გაშვებულია. სერვერზე შემოსვლისას არიჩქაროთ და გულმოდგინეთ შექმნით პერსონაჟი. თამაში გაძლევთ საშუალებას პერსონაჟს შეუცვალოთ ყველანაირი დეტალი. მას შემდეგ რაც პერსონაჟის შექმნას მორჩებით, მივუთითოთ ასაკი. შეგიძლიათ დახასიათება, ნიკნეიმი, ანუ შეავსოთ დანარჩენი გრაფებიც, აუცილებელია რომ ჩაწეროთ სახელი და გვარი. და დააჭიროთ Start Journeys. ჩვენი სატესტო პერსონაჟი ესე გამოიყურება. სერვერზე შემოსვლისთანავე გახსენით თამაშის სეტინგები. გადადით აუდიოში და voice chat enabled დააყენეთ on-ზე, რათა გაგიაქტიურდეთ ხმოვანი რეჟიმი. ასე თქვენ სხვა მოთამაშეებთან შეძლებთ საუბარს N ღილაკზე დაჭერით. M ღილაკზე დაჭერით გაგვეხსნება თამაშის რუკა. მაგალითისთვის ეხლა სადაც დავსპაუნდით არის ქალაქი Saint-Denis. თამაშის რუკა ესე გამოიყურება. და ტერიტორიები დაყოფილია. აქეთ გვაქვს მექსიკა, ამერიკა და ზედამხარეს გვაქვს ვაპიტი, ანუ ინდიელების ტერიტორია. აუცილებელია მიხვიდეთ იმ ქალაქსა თუ ქვეყანაში, სადაც აპირებთ ცხოვრებას და აიღოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ID კარტი. გაითვალისწინეთ, რომ ამის მერე მოქალაქეობას ვეღარ შეიცვლით. შესაბამისად, თუ ხართ ამერიკელი, შეგიძლიათ ესტუმროთ Blackwaters, Valentine's Roads ან Saint-Denis. ინდიელობა თუ გნებავთ, უნდა ახვიდეთ ვაპიტიში, ხოლო თუ მექსიკელი გინდათ გახდეთ, არმადილოში უნდა ჩახვიდეთ. საფოსტო ოფისში შეგიძლიათ პირადობის აღება. ამ ადგილებს რუკაზე ადვილად ნახავთ, თუმცა მეტი ინტერაქციისთვის შეგიძლიათ სხვა მოთამაშეებთან გაიაროთ, გაიკითხოთ სად შეიძლება დამადასტურებელი დოკუმენტების აღება და ასე შემდეგ. ასე თავიდანვე შეეჩვევით role-play სპეციფიკას. საბუთის შევსებისას აუცილებლად უნდა შეავსოთ თქვენი პერსონაჟის დაბადების თარიღი. არ დაგავიწყდეთ, რომ თამაშის დროით 1899 წელია. შესაბამისად მოგიწევთ თარიღის გამოთვლაც. თმის და თვალისფერი მიუთითეთ, ასევე წონა და სიმაღლე და სურვილი შემთხვევაში შეგიძლიათ თქვენი პერსონაჟის ფოტოს ჩააკრათ. დააჭირეთ ქვედა მარჯვენა კუთხეში ბეჭედს და ეგ არის, პირადობაც აღებულია. სერვერზე role-play-ის სათამაშოდ აუცილებელია კარგად წაიკითხოთ სერვერის წესები და კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდეთ helper-ებს, ტიკეტის საშუალებით, სადაც ისინი თქვენს დასმულ ნებისმიერ შეკითხვას უპასუხებენ. ასევე ტექნიკური პრობლემის და ხარვეზის შემთხვევაში შეგიძლიათ გახსნათ ტიკეტი და მისი საშუალებით დაუკავშირდეთ ტექნიკურ ჯგუფს. გისურვებთ სასიამოვნო თამაშს. პატივი ეცით სხვა მოთამაშეებს და არ დაარღვიოთ წესები. გახსოვდეთ, თქვენი ყოველი ქმედება გამოიწვევს
შედეგებს.